ჩემი შვილი გიორგი კეთილაძე, რომელიც ამჟამად ზის პატიმრობაში 17 წლის აიყო, როცა დაიჭირეს პატიმრობაში და 3 ესე იგი შეთითქმული ბრალდებით წაუყენეს და ზის რუსთავის მეორე დაწესებულებაში. ის გამოზის და პირადად მერაბიშვილების გამო. მისი პატიმარია. თქვენი შვილი არის ადამიანი, რომელიც 2005 წელს ცნობილი ქათმების ქურდობის არის ნასამართლები. ამასთან დაკავშირებით რას გეტყვით? რეალურად რა მოხდა მაშინ? რეალურად რა მოხდა? ქათმები იყვნენ გარეთ, ბავშვები როგორც ყველასაც იპარავენ და მაინდა-მაინც ახლა მერაბიშვილის ქათმები გახდა დიდი ისა საგანგაშო. თუ როგორ გაბედესო და პოლიტიკური დაარქვეს სარჩული. მასთან ერთად იყვნენ კიდევ 2. მაშინ იყვნენ 14 წლის არასრულწლოვანები იყვნენ დავით ცესაძე და დევნოსაძე მალხაზი. 3 იყვნენ ბავშვები. რავთო თელიაშვილი იყო მოსამართლე და ავალებდნენ 2 წელიო ჩასვით ბავშვებიო ციხეშიო. 14 წლის ბავშვები. როგორ დასრულდა ავთანი თელიაშვილმა უარი უთხრა. თქვა რომ მე მაგ ბავშვებს გამოვალ მდგომარეობაში თუ განცხადებას არ გამოიტანსო 3 წელი პირობითი მეც დანარჩენს მე ვერ გამანთავისუფლო მისა პირობითი. იმის შემდეგ საბავშვო ბაღიდან როგორც ყველა ჯართი რაღაცა 16 ლარი აიღო იმ ჯართიდან იქ ჩააბარა იმაში ჟანგიანი მილები და 22 წლისა და მთელი ბაღის ის აკიდეს ჩემ შვილს მე მაგის მე რომ ვერ იჭერნე შვიდზე გადაიდო სასამართლო. დასაჭერი იყო მიზეზი ყონა ენახა და ბოლოს ბადრის ვანიძე იყო ერთ-ერთი ასეთი მეზობლად ცხოვრობს იქ დაბლა. ჩემი ტელეფონი იმ ბადრის შვილს ჰქონდა წაღებული ჩემი მობილური ტელეფონი და იმის ტელეფონი ჩემ შვილს ჰქონდა. პრინციპში აქ დასაჭერი საქმე არ იყო. დაიბარეს პირველ ასმიძის ქუჩაზე მოხდა ქურდობა რა მაღაზია არის ერთ-ერთი გვარამაძე სერგო. აი მაღაზიაში ქურდობის პროცესში ბავშვები დაიბარეს ეს გეწაზის მეთოდი იყო. ვინც მოიპარა ბავშვი მესამე დღეს ის დააკავეს ქურდი. თქვენი შვილი რა შვაში იყო? არ ვიცი დაიბარეს ყველა გაუშვეს მე და ჩემი შვილი დაგტოვეს იქა. შემოდის ბადრის ვანიძე განცხადებას აწერეს პატა გელაშვილი. იმ პირველშივეა დაწერილი განცხადება. რომ ვითომ გასტაცა ჩემ შვილმა და გაუყიდა მობილური ტელეფონი და აკავებენ ესე იგი სადღაც მაგ დღესვე. მე მეუბნები რომ რატო არ გვიშვით ყველა გაუშვით. არაო ეს ხა მილიციის უფროსი მოვა მოადგილე მოვა და დაგტოვეს. ესე იგი 808 წუთი აქ და ბავშვს უთხრეს დაპატიმრებული ხარ თაღლითობაზე. და მესამე მუხლი გაუკეთეს და შეუკრიბეს და გამოვიდა 14 წელი და 20 დღე. ჟენია მერაბიშვილი მოვიდა მეუღლეც მანდ იყო სერგო ივანიჩი იჯდა და უნდა შემოხაზო 5 ნომერიო. მე ვთხარი როგორ გეკადრებათ მოთხარი ჟენია შვილი ციხეში ყავს და ამ კადრებს უყურე მე ვთხარი 2 დღე არ ბეძინა. შოქში ვარ ეხლაც მე ვთხარი როგორ მაკადრებთ მე ვთხარი აკეთო ესე იგი მე რა შენი სიძე მუშაობს რა მე რა იმუშაობს მე ვთხარი ჩემს სიძე ახლა მე რას მე ვიქნებ ხო ოჯახ დამიპირისპირეს დაუტრაბახებია ანუ მერაბიშვილს უთქვია რომ ეგრო ბევრს ტლიკინებსო ჩემზე და ვითომ სამაგიერო გადამიხადა რა ესე იგი დამჩაგრა რა დაჩაგრის იმაში წავიდა და მაგაც ესეგაც მეზობლობა არც არაფერი და ფაქტიურად მაგისგანაზეს რა დავალებით მაკეთებდა ასეთ განცხადებას ჩემზე ვითომ მაკეთებდა მე ვიყავი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვიყავი კომუნისტური ერთიანი კომუნისტური პარტიიდან საფრთხე ჯავახეთში. ხელმძღვანელობდი ამ და მოგესწრებათ რომ სტალინის რა გაუკეთეს ძეგლსა და ეხლა ვის უყარს ეხლა მე დღესაც ვარ საერთაშორისო ორგანიზაცია სტალინის თავმჯდომარე ახალციხის რაიონის. და ვარ ამავე დროს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კავკასიის ფედერაციის სამცხე ჯავახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე. ეკაბესელიასთან ეხლა გავაგზავნე უკვე ჩავა ადვოკატი წავა ჩემი გიორგაძე, ზია გიორგაძე და ჩაიტანს ამ გამამართლებელი იმაზე გამოიძა აი შეკრების კანონი რომელსაც ახლა პარლამენტი იხილავს უნდა გაუქმდეს და მე უნდა გამოვიდეს წესით უკვე ნახევარი მოიხატა ფაქტიურად მე ვითხოვ სიმართლეს ახლა ბოლო-ბოლო ახლა მოვიდა თავრობა რომ სიმართლე უნდა გაირკვეს მე ვითხოვ გამოძიებას გინდა ჩატარდეს გინდა გამოიტანოს და ერთი რა ღირდა ამ ქათმების გულისთვის ბავშვის გაფუჭება 17 წლის ბავშვისა თუ არ ღირდა ეგ მაინტერესებს და მოქალაქეობა შეიძლება უარი თქვა მე კიდე ასეთ სახელმწიფოში არ ღირს ცხოვრება სადაც რომ მე მგონი ახლა დადგა ისეთი დრო რომ გასწორდება ყველაფერი მაშინ აღარ ღირდა ცხოვრება რაღაც მახსოვს სიმართლე გითხრა და დაიკარგა როგორ იყო ვერც დეტალებში ვერ გეტყვით ვერაფერს იმიტომ რომ აღარ მახსოვს ეგ და ესე რომ ანუ თქვენ არიცით მაშინ ბაღმა რაზე ზარალი რატო საიდან ვიცი ახლა იმიტომ რომ ბევრჯერ მიიღო ეს ზარალი და საიდან ვიცი არა იმ კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი კეთილაძე როდესაც დააბრალდა ეს საქმე ვერაფერს ვერ გეტყვი რა შემიძლია იმიტომ რომ მე აღარ მახსოვს საკმაოდ დიდი დროა გასული ტაქსავდი, ტაქსში მყავდა და გაჩერებული ვიყავი და მომაკითხა წავყევი სახლიდან გამოვიტანე ჟანგიანი რაღაც უნიტაზი და რაღაც ტრუბის ჟანგიანი ნაჭერები. დავუდი წავუღე და ჩაუბარე, ეგ იყო და ეგა რა. ძალიან დაჟანგებული იყო გამოუსადეგარი აი ჯართის ნაჭერები რა რო ეთქვენ აი ეს ფორმაში. 16 ლარის ღირებულების იყო რა ეს.
მთლიანად აიღო 16 ლარა და წამოვედეს. საქმე სასამართლოში ისე შემოვიდა, რომ აშკარად თეთრი ძაფი ჩეკერილი იყო და პასუხისგებაში იყო მიცემული უკანონოდ მეორე ეპიზოდებში. პირველ ეპიზოდებში იყო მარტივი დანაშაული, ქურდობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ მცირე მნიშვნელობისა და არასრულწლოვნობის ასაკი იყო. იყო იქ გამოკვეთილი ტენდენციები, რომ დაპატიმრება უნდოდათ ამ ბავშვის, მაგრამ არ მოხდა სასამართლოსგან ამ პოზიციის გაზიარება. თქვენ რა გადაწყვეტილება მიიღეთ მაშინ? პირობით სასჯელი. მაგრამ პირობითი ვადის გასვლის შემდეგ ფაქტიურად ჩაუსაფრდნენ ამ ბავშვს და როგორც კი შეეშალა პირველივე შემთხვევაში ის ძველი დანაშაულიც და ახლებს დაამატეს და სამწუხაროდ 14 წელი ციხე მიუსაჯეს. მეორე ეპიზოდში ვიყავი როგორც ადვოკატი, მე სათანადოდ ეცით სასამართლოში წარვადგინე შუამდგომლობები მის მიმართ უკანონო დევნის შეწყვეტის შესახებ. სამწუხაროდ სასამართლომ ეს პოზიცია არ გაიზიარა და 14 წელი თავისუფლების აღკვეთა გამოუტანა არასრულწლოვანს. შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს დონეზე როგორც ადვოკატი ჩამომაცილეს. იმიტომ რომ მე არ დავტოვებდი ამ საქმეს, ბოლომდე მივყვებოდი სტრასბურგამდე რომ წასულიყო. იმ დროს ისეთი სიტუაცია იყო, რომ ყველაფერი კლანური მიდგომით წყდებოდა. და საბოლოო გადაწყვეტილება 14 წლიანი პატიმრობა შეიძლებოდა ამ ბავშვზე მიღებულიყო? 14 წლიანი განაჩენი დაადგინა სასამართლომ, მაგრამ კანონი არ იძლეოდა 14 წლით არასრულწლოვანის ციხეში ჩასმას და საბოლოოდ დამრგვალდა 10 წელი.